გამარჯობა მეგობრებო. მაგარი გაციებული ვარ. ხმაზე ალბათ მეტყობა, მაგრამ არ ვნებდები, როგორც იცით, ვიმყოფები ყაზახეთში და აღმოვაჩინე კორეული მაღაზია, სადაც იყიდება უამრავი კორეული სნექები და მინდა რომ თქვენთან ერთად დავაგემოვნო. ანუ მე კორეაზე მეკეტება ხალხ. ძალიან ცუდი ხმა მაქვს ბოდიში. წინასწარ ბოდიში ყველას, მაგრამ რა ვქნა. ასე დაემთხვა, გავცივდი. პირველ რიგში ეს ყველაფერი რომ ვიყიდე, მაჩუქეს აი ეს. რაღაც სახის გამწვენდივით უნდა იყოს. და მაჩუქეს და მეთქი ვარ ასიძახით. აი ესეთია. და ამას მე აუცილებლად დავტესტავ. It is what it is. პირველი მოდი დავიწყოთ ჩიფსებით. ეს ჩიფსი არის კრევეტის გემოთი, ძალიან მაინტერესებს. ბურბუშელას რო კრევეტის სუნი არის, აი ეს სუნია. გამოიყურება აი ესე. გამოგარია. ძალიან მძაფრი კრევეტის გემო არ აქვს და ეგ ძალიან მომეწონა. 10-დან 8. შემდეგი არის აი ეს ჩიფსი, აი ესე გამოიყურება. თაფლი და ყველის გემოთი. ეს ფრთხელი ჩიფსია. აი ესეთი თხელი ჩიფსია, ცოტა დაფშვნელია, მაგრამ ვერ გავიგე. აი ესე გამოიყურება. ანუ თაფლის გემო უფრო აქვს, ვიდრე ყველის. თაფლიანი ჩიფსის გემო აქვს, ძალიან უცნაურია. იქედან გამომდინარე, რომ ვერ მივხვდი, მომეწონა თუ არ მომეწონა, უფრო მომეწონა, არ ვიცი, მოდი 10-დან 6. აი ამ ჩიფს 10-დან 6. შემდეგი ჩიფსი. თუ არ ვცდები ჩიფსია. აუ, ესეც თაფლით ავიღე ღატაო. აი ნახავ. სუნია მგონი არაფრის სუნი არა. ესე გამოიყურება. რაღაცნაირი ბურთულებია. რაღაცნაირი ბურთულებია. აი ამას ჩიფს ვერ დავუძახებ. ეს უფრო რაღაც ორცხობილებივითაა, მაგრამ ჩიფსია. რატო ატკბილი? და სეზამის მარცვლები აქვს. ვერ გავიგე. 10-დან 6. შემდეგი არის ეს რა არის? რაო? ყველი და რაღაცა ახატია, მაგრამ ის რაღაცა რა არის ვერ მივხვდი. ყველის რაღაცა ჩიფსი. იდეაში ყველია. სუდი არ მგონია რომ იყოს. ორი ცალი დევს ასეთი. აი, აუ მიყვარს, აი რაღაც სნექები რო არის, დიდი პორცია შეფუთული, აი ასეთ პაკეტებში, იმიტომ რომ ხანდახან ანუ არ გინდა რომ ეს მთლიანი მიირთვა, ხო? ანუ იქნებ ვინახავ, კაცო. პატარა ჩიფსუკები. ნახოთ, აბა გემოზე როგორია. ეს ძალიან მაგარია. მოდი, ამას დავუწერ 10-დან 9, იმიტომ რომ ძალიან გემრიელია, მართლა ძალიან გემრიელია. ტიკ. კაია. თორსები ესეც რაღაც ხრაშუნა უნდა იყოს. ესენი შეფუთულია პატარ-პატარა საყვარელ პაკეტებში. აუ, ეს კამფეტია. კამფეტი რო არ მინდოდა. მე ეს მეგონა გაყინული ხილი რო არის, ხო, იცით და რო ხრაშუნებს, აი ეგეთი მეგონა. კამფეტია. მოდი ამას დავუწეროთ 10-დან 8. უკვე ნელ-ნელა მივიწერთ ტკბილებისკენ. უი, არა, ტკბილი არა, აი ეს ბრინჯი. ეს ხო იცით მეგობრებო. აი ეს მე დავაგებოვნო. არასდროს არ გამისინჯავს და სულ მაინტერესებდა როგორი იყო. აყვა ეს. ამის გახსნას მგონი თავისი ტექნიკა აქვს. მე რა ვიცი ეს როგორ უნდა გავხსნო. ეს აყვა და რა პონტია. ეს არის შიგნით თვითონ. შენით აქვს ტუნა. ვერ გავიგე, კაია თუ არა. 10-დან 5. ეს არის მარწყვის რძე და მოდი ვნახოთ, რაზე გიждდებიან კორეელები. ძალიან კაია. ამას დავუწერდი 10-დან 9. მაგარი გემრიელია. საღომარწყვი. მოდი გავხსნათ პეპერო. ისე უყვართ კორეელებს ეს პეპერო არის, ანუ ჩხირები შოკოლადით. წელიწადში ერთხელ, ანუ ამის დღეც აქვს. სახლში აკეთებენ ამ პეპეროებს. მოკლედ დღესასწაულიც არის, ესე გამოიყურება. შიგნით აი ესე იდო. ნახეთ, ეს არის პეპერო. 10-დან 10. შემდეგი პეპერო, ორეო, აი
ჭხირზე ამოვლებული შოკოლადი და გორეოს ნატეხები. ორეოს გემო იგრძნობოდა. ფუი! რანაირად დავისხი ხა? ანუ ეს ასე უნდა ავწიოთ. შეცდომებით სწავლობს ხალხი, აბა. ყველა განათლებული კი არ დაბადებულა. შემდეგი პეპერო. ეს არის შოკოლადით და ნუშით. 10-დან 9. Perfecto. Next. ორცხობილები. ვიდი კი აქვს აი ამერიკული კუკიები როა მეგობრებო და არ ვიცი ხა შეიქლა როგორი იქნება. აი ბიჭო, აი აგე შეფუთვა. აი ეს მებასება რა. პაკეტებში როა. და შეგინ ნახეთ რამდენი დევს. შეიძლება და აღარ მინდა, რატო უნდა გაფუჭდეს კაცო. We don't waste food. ჩვეულებრივი კუკია. კაია, ჩვეულებრივი კუკია რა. ძალიან ტკბილი არ არის. აი ესეთია რა, დაბალანსებული. შიგნით რამდენი დევს? 8 ცალი. 8 ცალი დევს შიგნით. ამ კუკიებს 10-დან 9. კაი კუკია. ხო ამაზია, ძალიან ამაზია. Let's try. მე მაინტერესებს გაზიანია თუ არა. გაზიანია. Wow! 10-დან 10. ოღონდ მართლა. Bravo. ძალიან მაგარია. ნამდვილი ალუბლის გემო აქვს. შემდეგი სასმელი არის ატმით არის. და არ ვიცი ოღონდ ატამი და ქოქოსია ხატია, მაგრამ არ ვიცი. მგონია რომ შეგინთ აი ესეთი კუბიკები ყრია. Let's see. ესეც გაზიანი უნდა იყოს. მაგარი ბანძია. 10-დან 1. წარმოიდგინეთ ატმის კომპოტი, რომ გააზავო ბევრ წყალში. და აი ძალიან ცოტა რო ატმის გემო რო დაკრავს. ხო წარმოგიდგენიათ, აი საშინელება. აუ ეს მაგრად მაინტერესებს. Cherry bubblegum flavor. ანუ ალუბლის გემოთი არის ჩუპა ჩუპსი და bubblegum ერთად. ანუ ხო ხვდებით sparkling გაზიანი სასმელია. და წესით რავი ძალიან გემრიელი უნდა იყოს. ნახეთ თან ალამაზია. ვერ მივხვდი. გაზიანი წყალია რაღაც ცოტა ტკბილი. მაგრამ კაია. ძალიან ოდნავ იგრძნობა გემოები და არის ნორმალურად ტკბილი და ძალიან ბევრი გაზი აქვს რა. ამას დავუწეროთ 10-დან 7. მოკლედ ეხლა დაგვრჩა 3 რამ დასაგემოვნებელი. 2 არის ერთნაირი, ოღონდ სხვადასხვა გემოებით. ნახეთ როგორი ფლაფია. ძალიან ფუმფულა. მოდი ჯერ შოკოლადი გავხსნათ. ეს რა არის? აი ესეთი რაღაცები რომ მოყვება ხოლმე საჭმელებს სულ მგონია რომ რაღაც არაჯანსაღია. ეს ახლა ჯანსაღი როგორ უნდა იყოს, მაგრამ ხო ხვდებით, ანუ შიშის გრძნობა მიიპყრობს უცებედად. და ისეთი ნაზია ეგრევე ტყდება. ვაიმე ძალიან ფაფუკია. დიდი არაფერი არ არის. ყავასთან გაასწორებს. ძალიან მშრალია. ვერ გავიგე, რა არის? ძალიან მშრალია, არ მომეწონა. მაგიტო ვთქვი რა, რომ მეთქი აი ყავასთან კაი იქნება თქო. მართლა. დიდ იმედებს არც ამაზე არ ვამყარებ, უბრალოდ ეს მარწყვის არის და ვნახოთ, ბარე. არის ვიყიდე და. გადახდილია. ჭურჭლის არის გუბკებს თუ ბუბკებს, დავიწერეთ კომენტარებში, სწორი რომელია, გუბკა თუ ბუბკა, არ ვიცი. მაგრამ მაგას არ გავს. აი მოდი აბა ერთი ვნახოთ შენს. არ გაწყენინებ. აი მე ამდენი არ მინდა. ორივეს დავუწერ 10-დან 5. ძალიან მშრალია. ანუ რატო უნდა ჭამო ეს ვერ ხვდები? ექსტრა კალორიები, რომელიც არ გჭირდება. ანუ ვერ ხვდები რა, ზედმეტია. ანუ არ არის საჭირო ამის ჭამა. ბოლო, ეს არის დუბაის შოკოლადი. ვიცი, არაფერ შუაში არ არის. უბრალოდ, არ ვიცი, შეიძლება არ დამიჯეროთ, მაგრამ დღემდე არ გამისინჯავს დუბაის შოკოლადი. მოკლედ, მაგ მაღაზიაში შევხვდა დუბაის შოკოლადიც და არასოდეს არ გამისინჯავს და ერთი რაზე იბრდღუნის ხალხი ყველაფერს ძალიან მაინტერესებს, რა არის ეს დუბაის შოკოლადი. ჯერ გავხსნი. ოკეი. ეს ახლო უნდა გაჩვენოთ. გატეხვის მომენტი მინდოდა რომ ესთეტიური ყოფილიყო. What is this?
ჩემი სურვილია რომ წავიდე დუბაიში და იქ გავსინჯო დუბაის შოკოლადი. რა ვთქვა? არ გავგიჟდი. აი ეხა ამის ჭამის მერე მეგონა რომ აი რაღაც ისეთ გემოს აღმოვაჩენდი რომ მეთქი აი გადავირევი ჭკუიდან მეთქი რაღაცა new level unlocked და აი მეთქი აი რაღაცას არაფერი ხალხო უბრალოდ ხრაშუნებს. არა უეჭველი ის თემაა რა მარკეტინგი არის რა ეხა მუკბანგებს რო იღებენ უეჭველი მაგრად ხრაშუნებს და ვა რა მაგარია. ვისაც გასინჯული არ გაქვთ გული არ დაგწყდეთ მოკლედ მაგის თქმა მინდოდა. ეს რძე მაგრად ამევას. მეგობრებო, სულ ეს იყო. რა თქმა უნდა, ეხა კორეაში არ ვარ, ყაზახეთში ვარ და ნუ აქ მაღაზიაში რაც მოიპოვებოდა, იმისი ალბათ, რა ვიცი, 5% რაღაცა ამოვარჩიე. უკეთესი რაღაცეები შეიძლებოდა ამომერჩია ალბათ, არ ვიცი. ერთი რაშიც შევწდი, ჩიპსი და თაფლი ერთად აღარ უნდა ავიღო. დაახლოებით მაისისკენ ვაპირებ კორეაში წასვლას, ესე ზუსტად არ ვიტყვი, როდის, იმიტომ რომ შეიძლება მაისში არც წავიდე. იქ უკეთეს რაღაცებს დავაგემოვნებ. მადლობა რომ დარჩით ჩემთან და უყურეთ ამ ვიდეოს ბოლომდე. ძალიან მიყვარხართ, ძალიან გაფასებთ. დაწერეთ კომენტარებში თუ მოგეწონათ ეს ვიდეო და თუ კიდევ ვისურვებდით მსგავსი ტიპის ვიდეოებს. არ დაგავიწყდეთ ვიდეოს დალაიქება, არხის გამოწერა. შეხვედრამდე. ბაი ბაი.